საღამო მშვიდობისა ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ყველას მოგესალმოთ კომედია არხის ერთგულ მაყურებელს და მე რახან მხედავთ ეთერში ეს იმას ნიშნავს, რომ ყველასათვის საყვარელი და მხიარული გადაცემა ანეკდოტების რვეული დაიწყო. ჯერ არ გასულა რაღაცირის. ჩემთან ერთად დღეს წავყანი იქნება. ზაზა და როგორი მარტივი არის აქედან წაყვანა, აბა ერთად ვნახოთ. შენ გამოაცხადებ დღეს ადგილებს. აბა დავიწყოთ და რა უნდა ვნახოთ, რომელი ადგილი უნდა ვნახოთ პირველად? მეექვსე. ანეკდოტების რვეულია და მეექვსე რომ რატო უნდა ვნახოთ, რომელი უნდა ვნახოთ? დიახ, მოდით ვნახოთ მერვე ადგილი. ბიჭო, თოფი ვიდგვინუა, პირდაპირ თავში ფეთქდება. ალავერდი ვარ შენთან. ფეთქდება, ხო? სიყვარულოვი. ჩვენ სიყვარულს გაუმარჯვებთ. პერზორია. აი დამჯო. ხელში ლიმონკა რო აგიფეთქდეს, საფერ მეიქცევი მითხარიეთ. ისე მეიქცა, შენი ოჯახი მე რომ მევიქცევი. ძალიან კარგი, უკვე ვნახეთ მერვე ადგილი და მარტივი არითმეტიკით ახლა უნდა ვნახოთ მე-7 ადგილი. მე-7 ადგილიო, თქვა ზაზამ და გაუშვით მე-7 ადგილი. აი რაც დაგიწერეთ, ის სწავლები მიიღეთ და ყველაფერი კარგად იქნება, პრობლემა არაფერი არ არის. ისე თქვენ თავს მოუვარეთ. კარგით გაიხარეთ გენიცვა. რა გნებავთ? ექიმო, მაკოცერა. არ შემიძლია. იცით ჩვენ ექიმებს სამედიცინო ეთიკა გვაქვს, რომელიც პაციენტთან კოცნას გვიგრძალავს. ისე თქვენთან დაწოლაც არ იყოს სწორი. შვიდის მერე მოდის 6, ხო იცი? 6 მეტყვი ხან, კი, კი. მაშასე ძალიან კარგი იყო მე-7 ადგილი და ახლა უნდა ვნახოთ მე-6 ადგილი. ეს მე-6 ადგილი. ემას, ნელა, ოჩო. ბიჭო, მემზორია. ხო ბიჭო, 150 ლარი რო გაქვს, ჩემი ვალი ხوار და გავიწნა. ტიტუ, რაჩივი ბიჭო, სიკვდილამდე მეხსოვრება. დაგახა ბიჭო. ემას. ეხლა კი ვნახოთ მე-5 ადგილი. ჯერ ანეკდოტი უნდა ხო, ანეკდოტი უნდა ესე იგი, ჭიჭიკია ეუბნება თავის ბავშვს რა. თავის ბავშვს ეუბნება ჭიჭიკია. მამა, არიგებს ჭუას. მამა, მომისმინე მამიკო. მომისმინე მამიკო, კარგად მომისმინე, ვიზდემს გავსე. მამა, ასეც გამაგებია. ბაბუა შენი იყო ზონა ებარა. გლიჯავდა ყველაფერს იმნაირი კაცი იყო. მე ვარ და მთელი უბანი მებარა თავის დროზე და კაი ბიჭი ვიყავი და მასე ვცხოვრობდი და მასე ვიცხოვრებ მიდღემში მამა. შენ ვიზდე მგვანე, მამა ანათებზე რო სწავლობ და ანჩხუბის დროს მარტო ჩანთები რო გაბარია, მამიკო, ცოტა გამოსწორდი, ხო შეიძლება. ხუთი ერთი ნახოთ ამას მიხედავ. ოტია. შენ ისე დადი რატო გარბის? შეიძლება ჯოენა. მომაწოდე ტყვია ჩქარა. ახლა არ მომირწყია მასე ძალიან აცნო. ხო, მაგი გაგიulis
ახლა რომელი დაგვრჩა? მეოთხე. მეოთხე ადგილი ვნახოთ. გამარჯობა. გამარჯობათ. აი საპარიკ მახელოა? არა, იცით თუ კაცრავთ, ეს სილამაზის სალონია. თმას ხუჭავ? ბატონო? აფერა თმაის შემოკეთება მინდა და. თმის შეჭრაგნება დაბძანდით. დაბძანდით. არა, ხო? კი, დაბძანდით. ხოი, ნელა ვიჯოთ ვარა დამეს ხატარავა. აბა რას ვაკეთებთ? როგორ შევიჭრათ? აფერი აღა შეთხელება მინდა ისე. კარგით, კარგით. ისე რა ღირს თქვენთან თმის შეჭრა? 25 ლარი. რაია, ძამა ნარკოზი მჭრი? ბატონო? რაღაც ეხლა ვნახოთ მესამე ადგილზე გასული ანეკდოტი. მართალია. რაენა გაკელვარდია ბიჭო. აუ მეცა ბიჭო, გუში ვიღაცა მომიყვა მაგარი ანეკდოტი. მეცა ვინმე მომი. შენ მაცოლდა გუში. ლიფტში. ძალიან მაგარი ისეთი მაგარი ანეკდოტი მომიყვა. ისეთი მაგარი რომ სიცილისგან კინაღამ ლოგინიდან გადმოვარდი. ბოდიში მეკალეჩი გავალ. ახლა კი მეორე ადგილი. მანამდე ანეკდოტი. ერთი ანეკდოტი მეც მინდა მოგიყვეთ. ჭიჭიკი ეუნება ბიჭიკეს. მოდი ჭიჭიკიო. თუ ბიჭიკიო, ჭიჭიკე თუ ეუნება ბიჭიკეს, ესე იგი მოდიო მიტინგობანა ვითამაშოთ. მიტინგობა რანაირად უნდა ვითამაშო? მე ვიქნები მთავრობაო და შენ იყავი ხალხიო. ვითომ ხალხი ხარ შენ და მე მთავრობა და მიტინგზე გამოვალო და რაღაცა შენ მთელი ამბავი გოვაციები და ბრატაშინება და დაიწყეს თამაში და გამოდის ჭიჭიკია ტრიბუნაზე და ეს ბიჭიკი ხალხია. ხალხს თამაშობს. ხო და ამ შუა მიტინგის დროს ბიჭიკი აგინებს ჭიჭიკიას. ჭიჭიკია შენი ვის შემაგინა ბიჭო? ამდე ხალხში რას გეიგებს სამია ვის შეგაგინავ? კარგი. აი ეხლა ბიჭებო იმ დღეში ვარ სანადიროდ. გადმომიხდა დათვი. წამართვა თოფი. მიხმარა იქვე. მეორე დღეს შური უნდა ვიძიო. ავიღე ამ ხელა დანა. წავედი ის სანადიროდ. გადმომიხდა დათვი. წამართვა ეს დანა. მიხმარა ისე. ეხლა აღარც თოფი მაქვს. აღარც დანა. მაგრამ გული მაინც ტყისკენ მიწევს. და რაღა დაგვრჩა? პირველი ადგილი. ყოჩა, პირველი ადგილი. ნახოთ, ბატონებო. კოლახში მიდიო. გომბორჯოს. ოი აბა. ოი ღორე. მოგოი. სიმარე. ისო ფეხით მომიწევს გონი წასვლა რა. ბიჭო, მაიზერა. ეიცა ბიჭო. გამარჯობა. გომბორჯო. რას ვიზამ? გალაქსში მიდივარ. მუშაობა უნდა დავიწყო. კაია ბიჭო, სადა ბიჭო? რა ვიცი რაღაცა უცოური კომპანია პროდაქშენ რაღაცაო რა ვიცი. კაია ბიჭო, მაგრამ უცხოენები თუ იცი? კი, როგორ არა? იცი. რამდენი? 3. რა და რა, აბა? ქართული, რუსული და ინგლისური.
ო, აია, აბა მითხარი რამე ინგლისურად. ინგლისურად? ხო. Guten Morgen. ო, მაგი ბიჭო, გერმანულია. გერმანულია? ე. აბა, 4 ნახცოდნია, წავედი. აი, ეს იყო პირველი ადგილი. შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, აბა? აბა? კარგად იყო. აი, შეგენაცვალე. მოკლედ ეს იყო ბატონებო დღეისათვის. ჩვენ გემშვიდობებით, იმედია ძალიან იხალისეთ. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ჩვენ რა მე მომავალ კვირას ისევ აქ, ისევ ამ ადგილზე შევხვდები. კარგად ბრძანდებოდ.